ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიხეილ სააკაშვილი რაიხსტაგის დაცემის ქართველი გმირის მელიტონ ქანთარიას სოფელში ჩავიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი 1993 წელს რუსეთიდან გადაასვენეს. ჯვარში მიხეილ სააკაშვილს ომის მონაწილეთა შთამომავლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. პრეზიდენტმა მელიტონ ქანთარიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საფლავთან ჩოხოსნებმა სიმღერა შეასრულეს. ქანთარია ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში მისივე ანდერძის საფუძველზე აქვს დაკრძალული. დღეს ამ სკოლას მელიტონ ქანთარიას დაერქვა. მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით სკოლას მოკლე დროში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრეზიდენტი ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა, გაიხსენა ყველა ის ქართველი, რომელიც ომში მონაწილეობდა და გამარჯვებისათვის იბრძოდა. საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია მეორე მსოფლიო ომის დროს იდრიცის კუტუზოვის ორდენოსანი 150 მსროლელი დივიზიის 756 მსროლელი პოლკის მზვერავი იყო. მონაწილეობდა ლიტვის, ბელორუსის, პოლონეთის გათავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1945 წლის 30 აპრილს ქანთარიამ სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების დრო შეაღმართა. 46 წლიდან ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის დროს იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. 1993 წელს კი ქანთარია მოსკოვში გარდაიცვალა. ქართველება შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაზე. და ეს იყვნენ ქართველი გენერლები, ეს იყვნენ ქართველები, რომელიც ანთავისუფლებდნენ ყირიმს, ქართველები, რომელიც ანთავისუფლებდნენ ექსელს და ბერლინს და ყველა სხვას. და მინდა უბრალოდ თქვა, რომ მელიტონ ქანთარია არის ამის ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედის ყველაზე ალბათ კლასიკური განსახიერება, იმიტომ რომ ეს არის ლეგენდარული მებრძოლი, რომელმაც გამარჯვების დროშა აიტანა რაიხსტაგზე, გერმანიის რაიხსტაგზე. ეს არის ქართული ხალხის ხედრული სულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძალიან თვალსაჩინო მწკრივარი წარმოადგენელი და ტრაგიზმის სიტუაციის არის ის, რომ მელიტონ ქანთარიამ თავის სიცოცხლე დაასრულა როგორც ტოვლილმა თავის სამშობლოდან განდევნილმა და დღესაც კი პრაქტიკულად მისი საფლავი იმყოფება დევნილობაში, იმიტომ რომ ის არ იმყოფება იქ, სადაც მან გაატარა მთელი თავისი სიცოცხლე, აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მეორე მებრძოლის, ვინც მასთან ერთად დაიტანა დროშა, ეგოროვის სამშობლო, დღეს არის ოკუპანტი უკვე თვითონ სხვა ქვეყნის ტერიტორიის და ეს არის აღიარებული სხვადასხვა ფორმით მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ჩვენ ერთად ვებრძოდით ფაშისტურ ოკუპაციას და შემდეგ ჩვენი გზები ისე გაიყო, საქართველოს აღმოჩნდა მსხვერპლი და ის ქვეყანა, რომელთანაც ერთად ვიბრძოდით, რომლის წარმომადგენელიც იყო მეორე მებრძოლი ეგოროვი, კიდევ ერთხელ მე რომ დღეს არის ცინიკურია ეს, მაგრამ ეს არის დღეს ისინი არიან უკვე ოკუპანტების ხვის მიწის. და მინდა გითხრათ, რომ ყველა ოკუპაცია დასრულდება და ყველა ოკუპაცია საბოლოო ჯამში დამარცხდება. ამავე დროს ჩვენ რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტები ყველასთან. მე მივიღე გუშინ უკრაინის პრეზიდენტის წერილი, რომელიც გულოცავდა ამ დღეს. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ძალიან თბილი ადამიანური ემოციით ახსავს წერილი, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ეს ურთიერთობები არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ბელარუსის მიწა, უკრაინის მიწა, ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მიწა მორწყულია ქართული სისხლით. და აუცილებლად საბოლოო ჯამში ყველა ბოროტება და ყველანაირი ბოროტება და ყველა ოკუპანტი დამარცხდება და დაიხევს უკან. ეს არის თავარი გაკვეთილი და ეს არის თავარი, რაც ჩვენურად იცოდა და რასაც სამწუხაროდ ბოლოს მაინც ვერ მოესწრო მელიტონ ქანთარია. თავისი ანდერძის მიხედვით ამ სკოლის ეზოშია დაკრძალული, იმიტომ რომ მართალია ამ შენობაში არ უსწავლია, მაგრამ აი აქ იყოს ის სკოლა, სადაც ის სწავლობდა. პირველი ხის სკოლა, ასე რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და მართებულია, რომ დაკრძალულიც არის ამ სკოლის ეზოში და სახელიც დაერქვა, მისი სახელი დაერქვა ამ სკოლას. მე მჯერა რომ ქართველი ერი ამას მიახსევს, მომავალ 9 მაისს შევხვდებით აფხაზეთში, ცხინვალში და იქნება ქართველი ერი გამთლიანებული, ეს იქნება სინამდვილეში მეორე გამარჯვება ქართველი ხალხისთვის.